საშუალო სამინისტრომ პენტენციარი ჯანდაცვის რეფორმის ანგარიშის პრეზენტაცია გაემართა, რომელშიც ბოლო 11 თვეში განხორციელებული ცვლილებები ასახული. ანგარიშის მიხედვით მოხდა სამედიცინო სამსახურის რეორგანიზაცია, 12 მილიონამდე გაიზარდა პენიტენციური ჯანდაცვის ბიუჯეტი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 7-ჯერ შემცირდა და შემუშავდა C ჰეპატიტის პროგრამა. ანგარიშის პრეზენტაციას ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი თომას ჰამერბერგი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ესწრებოდა. წლის განმავლობაში მიღწევები არის ძალიან სერიოზული. მიღწევა არის ის, რომ პრაქტიკულად თუ არ ხდება უეცარი გარდაცვალება, ადამიანები ავადმყოფობის გამო ციხეში აღარ გვიდებიან, იმიტომ რომ მათ უტარდებათ ძალიან სერიოზული მკურნალობა. უკვე 8000-მდე ადამიანის გაყვანა მოხდა სამოქალაქო ავადმყოფოებში, ასეულობით ადამიანის ჩაუტარდა ოპერაციები, მათ შორის ძალიან რთული და ძალიან ძვირადღირებული ოპერაციები. ერთებული პროექტი ჯანდაცვის მიმართულებით, რომელიც განხორციელდა საჯარო აღსრულების დაწესებულებებში, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო ერთის მხრივ, იმიტომ რომ უამრავი საკითხი იყო მოსაგვარებელი და მეორეს მხრივ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პროექტი იყო ზოგადად ჯანდაცვაში, რადგანაც მოკლე დროში მოხერხდა უნიშნელოვანესი ცვლილებების მიღწევა. ეს ცვლილებები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი მოგვარებულია, საჭირო არის შემდგომი პროგრესი. სტატისტიკა რაც წარმოდგენილია დღეს შეხვედრაზე, ნამდვილად ასახავს გარკვეულ ტენდენციებს დადებითი მიმართულებით, თუმცა ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საშუალო სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ არ გადავარდნენ თვითკმაყოფილებაში და გააგრძელონ მუშაობა კვლავ იგივე პატიმრების მკურნალობის კუთხით, ჯანდაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვის კუთხით.